გურჯაანის ხელოვნების სამდღიანი საერთაშორისო ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურა. დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე ფესტივალის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკა ნიკვაშვილის სიმფონიურ ორკესტრთან და შერეულ გუნდთან ერთად წარდგა. მათ მაყურებელს ევროპის საგასტროლო ტურნების გამორჩეული რეპერტუარი შესთავაზეს. საღამოს საპატიო სტუმარი იყო საერთაშორისო აღიარების მქონე ესპანელი ლირიული სოპრანო ევა მარკო. ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, გურჯაანში 3 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. პირველი დღე ფოლკლორის დაეთმო, მეორე დღეს წარმოდგენილი იყო მუსიკალური სპექტაკლი ბედის ვარსკვლავი. მთავარი როლი თამარ გვერდწითელმა შეასრულა. ღონისძიების მრავალფეროვან პროგრამაში მონაწილეობდნენ წამყვანი სოლისტები, ანსამბლები, გუნდები და ორკესტრი. გურჯაანის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეორე წელია რა სტარტდება გურჯაანში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალის გურჯაანში ჩატარება, რადგან ეს არა მხოლოდ გურჯაანს, არამედ მთელს რეგიონს აძლევს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავხადო კულტურის სამინისტროს და ნიკა ნიკვაშვილის პირადად ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. სამდღიანი ფესტივალია შესაბამისად და ამ პერიოდის განმავლობაში ეძლევა შესაძლებლობა არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლებს, არამედ რეგიონში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს ის სიამოვნოს და მიიღოს, ეზიაროს იმ ხელოვნებას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში აქ გროვდება და აქ არსებობს. წელს უკვე მეორედ ტარდება გურჯაანში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ჩემის აზრით რაღაც განსაკუთრებულად შეიყვარა. ძალიან მოკლე დროში საზოგადოებამ, ადგილობრივ მოსმენელმა ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის თბილისიდან, სხვადასხვა ქალაქებიდან და მე მიხარია, რომ აქ ყველას გვაერთიანებს მუსიკა, ხელოვნება და ის განწყობა, რომელიც სუფევს დარბაზში და რომელსაც ვიღებთ ჩვენ სცენაზე გამომსვლელები, ეს არის ყველაფრის მანიშნებელი. 2 წლის წინ იწყებოდა ეს მთელი ისტორია, რაც ამ სპექტაკლს ეხება. ნიკა წოლკიძის იდეა იყო და ჩვენ ასაკველია დიდი სიხარულით შევხვდით და ძალიან მოვინდომეთ და ეს იყო რაღაც საოცარი შემოქმედებითი გამოწვევა ჩვენთვისაც და მუსიკოსებისთვისაც, მსახიობებისთვისაც, მომღერლებისთვისაც. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს აღმოჩნდით გურჯაანში და ესეთი სპექტაკლი ჩატარდა და ეს რამოდენიმე წლის ოცნება და მუშაობა. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება ჩამოვსულიყავი საქართველოში და წარმსდგარიყავი ამ არაჩვეულებრივი მსმენელის წინაშე. ამისთვის დიდი მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს, რომელმაც მომიწვია ფესტივალზე. უდიდესი სითბო ვიგრძენი თქვენგან, საოცარი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები და ფესტივალები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებში და ძალიან დიდი მადლობა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს იმისათვის, რომ ესეთი გრანდიოზული, საოცარი საღამოების შესთავაზა ამჯერად გურჯაანს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ამით არ დასრულდება და შევძლებთ კიდევ ბევრ სხვა ქალაქში, სოფელსა თუ არ ვიცი, კუთხეში გასვლას და შევთავაზოთ მსმენელს ეს საოცარი ფესტივალი. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ფესტივალი გურჯაანისთვის, იმიტომ რომ მონაწილეობას იღებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის თაოსნობით უამრავი ვარსკვლავი, როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალური სტუმრები და საოცარ საღამოებს გთავაზობენ გურჯაანში. მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ გურჯაანელები ესწრებიან, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათ შორის თბილისიდან ჩამოდიან სპეციალურად ამ ფესტივალისთვის. ეს არის ნამდვილად ხელოვნების ზეიმი. მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს ემსახურება ახალგაზრდობის სწრაფვას კლასიკისადმი და სულიერ ამაღლებას ახალგაზრდების და ადამიანების, რომლებიც მოკლებულები არიან ამ სიამოვნებას. მადლობა ამ კონცერტების, ამ ფესტივალების დამგეგმა.